მიხედავთ ამ ეპიზოდში უკრინდან უბიძგა ნიჟიგეევსა ფეხიც მიაყოლა შეიძლება ითქვას. ახლა კალაძე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯანო ანანიძე ჩააწვდის. შეიძლება იქ ბურთისათვის ბრძოლა. მაღალი ჩაწოდება მეკარე გამოდის მუშტებით იგერიებს შემდეგ ლობჟანიძე თავით აბრუნებს და ანგარიში გახდა 1-0 სირაძე გატანილი გოლის ავტორი მოულოდნელად მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიდა ეხლა ლატვიის ნაკრების კარში დააბრუნა ბურთი საჯარიმოში და იქ ძალიან კარგად ითამაშა სირაძემ რომელიც არ გამოეთიშა ამ ეპიზოდში თამაშ და ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი დავით სირაძე გატანილი გოლის ავტორი ძალიან ისეთი დინამიური ეპიზოდი იყო სწრაფად ალბათ ვერავინ ვერ მიადევნა თვალყური აი ხედავთ მეკარეს გამოაკ ბურთი აქ რა ხდება ლობჟანიძე თავით აბრუნებს და სირაძე არ იყო აქ თამაშგარე მდგომარეობა ძალიან კარგად გაერკვია სიტუაციაში და ანგარიში გახდა 1-0 საქართველოს ნაკრები დაწინაურდა ამ ეპიზოდში დავით სირაძე კიდევ ერთხელ თქვენს ეკრანზე ყვითელი ბარათი მიიღო ალბათ ზედმეტი აღნიშვნისათვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ეხლა მთავარია რომ გოლი გავიდა დავით სირაძე გახდა გატანილი გოლის ავტორი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მან გაიტანა დავით სირაძესთვის ეს მე-7 გოლია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში